კვირის თემა. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებები თბილისში. ამერიკის კონგრესის რეზოლუცია, სეპარატისტული რეგიონის გამოხმაურება და ქართველ და უცხოელ ანალიტიკოსთა შეფასებები ჩვენ სიუჟეტში. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში სერიოზული გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ ნატომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. განაცხადა თბილისში ვიზიტის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ალიანსი გააგრძელებს უწყვეტ და ძალიან მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან. ნატოს გენერალური მდივნისგან მკაფიო გზავნილი კრემლმაც მიიღო, ის რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. ნატოში გაწევრიანების საკითხი საქართველოს გადასაწყვეტია. რეფორმების წარმატებით გაგრძელების შემთხვევაში ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის. ეს პოზიცია იენს სტოლტენბერგმა თბილისში გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ გაახმაურა. ნატოს საქართველოს ურთიერთობები არის მტკიცე როგორც არასდროს. ამაზე მიუთითებს ის, რომ მეოთხედ იმართება თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ხდომა, რაც პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. ეს შეხვედრა არის ნატოს ვარშავის სამიტზე დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას და ქვეყნის გაწევრიანებისთვის მომზადებას. ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორციელებისთვის. დღეისთვის ჩვენს რეგიონში და ზოგადად ევროატლანტიკურ არეალში შექმნილია საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო. გამოწვევები, რომლებიც დღეს დგას ჩვენს წინაშე, არის ასიმეტრიული ხასიათის და მოითხოვს ახლებურ მიდგომებს. ამ კონტექსტში ნატოს როგორც ყველაზე წარმატებულ ალიანსს განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება. ნატო საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ამ ეტაპზე არის უაღრესად დინამიური და ალიანსი აქტიურად არის ჩართული საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. ვიზიტის ფარგლებში იყო შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და სტუდენტებთან. მთავარი თემები სამხედრო უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხებთან ერთად დემოკრატიული რეფორმები იყო, რომელიც ნატოს მაღალჩინოსნების შეფასებით საქართველოს წარმატებით განახორციელა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოახლოებულმა საპარლამენტო არჩევნებმა უმაღლეს სტანდარტებს უპასუხოს, რომელიც იქნება გასაღები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის კუთხით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს გააგრძელოს მოძრაობა დემოკრატიული, ეკონომიკური და თავდაცვითი რეფორმების გზაზე. ვაღიარებთ ვალდებულებებს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მისამართით, რათა დავეხმაროთ ამ ქვეყნებს გაუძლოს ზეწოლას და განახორციელოს რეფორმები. წლების განმავლობაში საქართველომ სერიოზული წვლილი შეიტანა ნატოს ოპერაციებში და ნატოსაც გააჩნია დამატებითი ვალდებულებები და ინიციატივები საქართველოსთვის, ვიდრე ეს სხვა პარტნიორ ქვეყნებშია, რაც უფრო მეტ რეფორმას გაატარებს ქვეყანა, მით უფრო სასარგებლო შედეგს მიიღებს მოახლოებულ ბრიუსელის სამიტზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა გაიხსენა 2008 წელს რუსეთის სამხედრო ძალების გამოყენება საქართველოში. თბილისში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო რუსული პროპაგანდისა და მსოფლიო ტერორიზმის საფრთხეებსაც. ნატო საქართველოს არსებითი პაკეტი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაღრმავებისთვის. ჩვენ გეხმარებით იყოთ უფრო ძლიერები და თავსებადების სხვადასხვა საერთაშორისო ძალასთან. ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს, რაც საქართველოს მეტად დაცულ ქვეყანად აქცევს. ძლიერი საქართველო არა მარტო თქვენთვის, არამედ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. რუსეთთან ურთიერთობა, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ნატოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, რუსული ოკუპაციის შედეგები, ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკური მდგომარეობა. ეს ის საკითხებია, რაზეც ქართველი კანონმდებლები ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებსა და ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს ესაუბრნენ. ნატო ქვეყნის სწორი არჩევანია, აცხადებენ ამ ვიზიტის შეფასებისას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ ნატოს და საქართველოს ერთმანეთისგან მხოლოდ საქართველოს ნატოში წევრობა აშორებს, დანარჩენი ჩვენ ერთად მუშაობთ. კითხვა დგას არა ასე, კი თუ არა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, არამედ საკითხი დგას ასე, რომელი გზა უფრო მოკლე და უფრო ეფექტური, რომ საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან და ნატოს სხვა მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრებზე კი ქართველმა ექსპერტებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგები და დეოკუპაციის მიზნით გადასადმელი ნაბიჯების აუცილებლობა აღნიშნეს პოლიტოლოგებმა. დამატებით უსაფრთხოების კუთხით ეს მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ამ პოლიტიკურ გზნობიარე პერიოდში საქართველოს უსაფრთხოება ხდება მოწყვლადი, იგივე რუსული პროვოკაციების მხრიდან და ნატოს ვიზიტი არის ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორი იმისთვის, რომ რუსეთმა არ ცადოს რაიმე დესტაბილიზაცია. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ნატოს მაღალი რანგის დიპლომატების ვიზიტმა დაადასტურა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ეჭქვეშ არ დგას. როგორც კი შემცირდება ის რისკები, რაც ხელს უშლის ამ პროცესს, დაჩქარდება ალიანსში გაწევრიანება. საქართველო დღეს ნატოს არაწევრებს შორის არის ყველაზე ახლო პარტნიორი ნატოსთვის. შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა, რომლის გაწევრიანებაც ნატოში პრაქტიკულად ეჭვებს არ იწვევს. საქართველოს გაწევრიანება ნატოში იმ წამსვე, როგორც კი საერთაშორისო სიტუაცია ამას ხელს მისცემს. თუ შემცირდება რისკები, რომელთანაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება ასოცირდება, მაშინ ჩვენს გაწევრიანებას არაფერი არ დაუდგება. ეს არის ვთქვათ რუსეთიდან პირდაპირი აგრესია, ან რაიმე ისეთი ქმედება, რომელიც დააზარალებს საქართველოსაც და ნატოს წევრ სახელმწიფოებსაც. ჩვენ ურთიერთობებში ახლა ძირითადი აქცენტი კეთდება საქართველოს ნატოსთან, ნატოს სტანდარტებთან დაახლოებაზე, ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე, მათი ვთქვათ ბრძოლის უნარიანობის, მათი მომზადების, ოპერატიული შესაძლებლობების და ასევე იმ სუსტი წერტილების გაძლიერება, რომელიც საქართველოს თავდაცვას გააჩნია. საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრების ვიზიტს შეფასებები ვაშინგტონშიც მოყვა. ამერიკის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის ანალიტიკოსი ჯორჯ ბენიტესი ამ შეხვედრებს ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირებას უწოდებს. ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო იშვიათად იკრიბება ბრიუსელის გარეთ. საქართველოში მისი წევრების ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ ალიანსი სერიოზულად აღიქვამს საქართველოს და მის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგულია. საქართველოში მიმდინარე წვრთნები უპრეცედენტო შემთხვევაა რეგიონში. ამ მოვლენით ნატომ რუსეთს დაუმტკიცა, რომ მას რეგიონში გაზრდილი მზადყოფნა და აქტიური მიდგომა აქვს. ამერიკის ჯარის ასევე ალიანსის წევრების ეფექტური ჩართულობა ამ წვრთნებში რუსეთისთვის პირდაპირი ნიშანია, რომ რეგიონში ნატო ძლიერდება. ასევე პასუხია რუსეთის სამხედროების მზარდ კონცენტრაციაზე რეგიონში, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომის პარალელურად საქართველოში ორფოლოს პოლიგონზე მრავალ ეროვნული სამხედრო სწავლება სახელწოდებით მეამბოხეს სული გაიმართა. სწავლება უკვე მე-6-ით ჩატარდა და მასში ქართულ სამხედროებთან ერთად 5 ქვეყნის, ამერიკის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინისა და ლატვიის 1200-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა. სამხედრო მოსამსახურეების დავალება შეტევის, თავდაცვისა და უკან დახევის ოპერაციები იყო, რომელიც სამხედროებმა წარმატებით შეასრულეს. ოფიციალურ დახურვაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწავლება დადებითად შეაფასეს. Resolution 660, resolution expressing the sense of the House of Representatives to support the territorial integrity of Georgia. საქართველოში არსებული კონფლიქტები განხილვის თემა იყო ამერიკის კონგრესში, სადაც წარმომადგენლობითმა პალატამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერი ორპარტიული რეზოლუცია აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო. საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი კრემლს მოუწოდებს უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება და უარი თქვას მის მიერ წარმოებულ ქმედებებსა და პოლიტიკაზე. რეზოლუციით ამერიკელი კანონმდებლები საკუთარ მთავრობასაც მოუწოდებენ ოფიციალური თბილისის მხარდაჭერის გაძლიერებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შეუქცევადი მხარდაჭერისკენ. დოკუმენტის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატები ნებისმიერი გარემოების მიუხედავად არ ცნობს რუსეთის დე იურე და დე ფაქტო კონტროლს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე, მათ შორის აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთზე.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებებს გამოხმაურება მოყვა სეპარატისტულ რეგიონში. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოსეთის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება შეშფოთებულია იმ განცხადებებით, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა თბილისში ვიზიტის დროს გააკეთა. ჩვენ გვაშფოთებს იენს სტოლტენბერგის იმედისმომცემი განცხადება საქართველოს ნატოში შესვლისა და მისი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების შესახებ საქართველოში ნატოს წვრთნების ფონზე, ნათქვამია განცხადებაში. ცხინვალი აგრეთვე შეშფოთებულია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული 660 რეზოლუციით, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და თავდაცვის შესაძლებლობას ეხება. საქართველოსათვის გაწეული ნებისმიერი სამხედრო დახმარება, რითაც არ უნდა იყოს ის მოტივირებული, აძლიერებს საქართველოს რევანშისტულ განწყობებს, ხელს უწყობს რეგიონში არასტაბილურობასა და დაძაბულობის ესკალაციას, ნათქვამია ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებაში. დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებას აბსურდულს უწოდებს ქართული მხარე და ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციას ვაშინგტონის მიერ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის დადასტურებად მიიჩნევს. შეერთებული შტატების კონგრესის მიერ ამ რეზოლუციის გატანა და რომელიც თხოვს მთავრობას და მოუწოდებს მთავრობას, მოითხოვს მთავრობისგან შეერთებული შტატებისა, რომ ეს რეზოლუცია ცნოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, ანუ საქართველოს გაუწიოს სრული დახმარება თავის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო დღევანდელი, არამედ სამომავლო ამერიკის პოლიტიკისთვის. ანუ პრაქტიკულად პოლიტიკაში განსაკუთრებით დემოკრატიულ ქვეყნებში ესეთი სახის გადაწყვეტილებები ამკვიდრებენ ტრადიციულ ხედვას და სტაბილურ საფუძველს ქმნიან იმისთვის, რომ ეს დახმარება იყოს განგრძობადი და არასდროს არ გაჩერდეს. ანუ სანამ არ მიაღწევს თავის რეზულტატს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თვლიან, რომ აღნიშნული რეზოლუცია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.